მოგესალმებით, უყურებთ კურიერს 12 საათი ახალ ამბებს იზი ბურნაძე გაგაცნობთ. ამერიკის შემდეგ შეერთებული შტატების შემდეგ დიდი ბრიტანეთი უკრაინის პრეზიდენტი ლონდონშია თეთრ სახლში ვირშემდგარი შეთანხმების შემდეგ ევროპელი ლიდერები და გაერთიანებული სამეფო უკრაინის დახმარების გზების ძიებაში არიან. კიევმა მხარდაჭერის გარანტია ლონდონისგან უკვე მიიღო, თუმცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაზე საუბრობს. ამ მიზნით დღეს ლონდონში საერთაშორისო ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართება. როგორია მოლოდინები? ლუკა ჩანგელიას რთავთ პირდაპირ ეთერში. ლუკა, რა გეგმა აქვს მსოფლიო ლიდერებს უკრაინის დახმარების მიზნით? ხანგრძლივი მშვიდობა, ომში მყოფი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და უკრაინისთვის სრული მყარი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა. ეს არის ის მთავარი საკითხები, რაზეც ლონდონში ევროპელი ლიდერები იმსჯელებენ, თუმცა ვიდრე ეს შეხვედრა გაიმართება, მანამდე უკვე ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს. შეხვედრაზე მათ განიხილეს უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის პარტნიორობა, ასევე იმსჯელეს იმ პროცესებზე, რაც ახლა უნდა დაიწყოს. უკრაინამ უკვე დამოუკიდებლად მხოლოდ ევროპის მხარდაჭერით უნდა გააგრძელოს ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანი ახლა ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და ისინი ამ მშვიდობისთვის ყველაფერს გააკეთებენ. სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკვე დიდი ბრიტანეთისგან უკრაინას გადაეცა 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც ახლა ომში მყოფმა ქვეყანამ რუსეთისთვის მყისიერი წინააღმდეგობის გასაწევად უნდა გამოიყენოს. ძალიან მიხარია თქვენი მობრძანება აქ დაუნინგ სტრიტზე. ქუჩიდან გამოწვეული შეძახილებით თქვენ გაიგეთ, რომ გაქვთ სრული მხარდაჭერა მთელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით უკრაინაში, რამდენ ხანსაც არ უნდა გააგრძელდეს ეს. იმედი მაქვს, ქუჩაში მყოფი ადამიანების ხმა თქვენამდეც მოვიდა. ეს გაერთიანებული სამეფოს ხალხია, რომელიც გამოდის და აჩვენებს თუ რამდენად გიჭერთ მხარს თქვენ, რამდენად უჭერთ მხარს უკრაინას და რა მტკიცია მათი გადაწყვეტილება, რომ თქვენთან ერთად დადგნენ. ეს გადაწყვეტილება ურყევია. ხალხი უჭერს მხარს იმ მიზნის მიღწევას, რაც ორივეს გვსურს. ეს არის ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოსთვის. დიდი სიამოვნებით გულითადად მადლობას გიხდით, კირ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ მიმიღეთ აქ. მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე და მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, გაერთიანებული სამეფოს ხალხს, ამ ომის დაწყებიდანვე გამოჩენილი უდიდესი მხარდაჭერისთვის. მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს. ძალიან მახარებს, რომ ხვალ მისი უდიდებულესობა მეფე და ათანხმდა ჩემთან შეხვედრას და მადლობელი ვარ, რომ თქვენ ასეთი შესანიშნავი სამიტი მოაწყვეთ ხვალისთვის. უკრაინაში ძალიან გვიხარია, რომ გვყავს ასეთი სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ თქვენთან ერთად ხელი მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს. მხოლოდ თქვენთან გაერთიანებულ სამეფოსთან გვაქვს ასეთი დოკუმენტი. ამიტომ გვიხარია და ვითვალისწინებთ თქვენს მხარდაჭერას. ნამდვილად ძალიან გვეამაყება, რომ გვყავს ასეთი პარტნიორები და ასეთი მეგობრები. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ის სამიტი, რომელიც დღეს ლონდონში გაიმართება, თუმცა ამის პარალელურად აქტუალობას კვლავ არ კარგავს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა, სადაც გარკვეულ უთანხმოებას ჰქონდა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ადგილი. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ. ის ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახლა ურთიერთობები უნდა დაალაგოს დონალდ ტრამპთან. ასევე რუტე ახსენებს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს, რომ 2019 წელს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები იყო ის ქვეყანა, რომელმაც უკრაინას ჯაველინები გადაცა და ამავდროულად გააძლიერა იმისთვის, რომ შემდგომში არ მომხდარიყო მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და უკრაინას მოეხერხებინა თავი დაცვა სრულად იმ აგრესიისგან, რაც რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობდა. ასევე რუტე უსვამს ხაზს იმასაც, რომ ამ პროცესში, რომელსაც ომის დასრულება ქვია, უკრაინამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ერთობლივი ძალისხმევა უნდა გასწიონ და ამ სამი ძირითადი მოთამაშის ერთობლივი ნაბიჯების გარეშე ფიზიკურად შეუძლებელი იქნება როგორც ომის დასრულება, ასევე ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ევროპის კონტინენტზე.
ფიქრობ ეს ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო. ამ თემაზე რამდენჯერმე მქონდა საუბარი ზელენსკისთან და ვუთხარი, ძალიან მნიშვნელოვანია გაარკვიო, როგორ აღადგენენ ურთიერთობებს ამერიკელებთან, განსაკუთრებით კი ამერიკის პრეზიდენტთან. ჩვენ ხომ ერთად უნდა წავიწიოთ წინ. უკრაინის შეერთებული შტატებისა და ევროპის თანამშრომლობა უდაოდ გადამწყვეტია. ზელენსკის ურჩიე გაიხსენე რა გააკეთა ტრამპმა წარსულში, მაგალითად 2019 წელს მან უკრაინას ჯაველინის ტიპის იარაღი მიაწოდა. 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთთან დაპირისპირება დაიწყო უკრაინას ამერიკის გარეშე, არანაირი შანსი არ ექნებოდა, რადგან ევროპამ იმ მომენტში არაფერი შესთავაზა. ყველაფერი, რაც მაშინ მიიღეს ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ამერიკიდან იყო. ამიტომ ზელენსკიმ უნდა აღიაროს ტრამპის დამსახურებაც. ეს მნიშვნელოვანია, მათ ერთად უნდა იპოვნონ გამოსავალი. ცოტა ხნის წინ დიდხანს ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს ტელეფონით, ასევე ხშირად მაქვს კონტაქტი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ნატოს საკითხზე. ისინი სრულ ერთგულებას ავლენენ, განსაკუთრებით მეხუთე მუხლის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ ერთზე თავდასხმა ყველასათვის თავდასხმაა. თუმცა მათ აქვთ ამ ყველაფერზე საკუთარი აზრი, რომელიც ასე გამოიყურება. ევროპელებო, თქვენ იმაზე ნაკლებს იხდით, ვიდრე საჭიროა. გაზარდეთ თქვენი წვლილი, რადგან საფრთხეები იზრდება. თვლით, რომ ევროპამ მეტი უნდა გაიღოს. ტრამპი ცდილობს უკრაინაში მშვიდობა დაამყაროს, მან გადადგა ნაბიჯი რუსეთთან დაახლოებისკენ, რაც ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებაა. ეს ხომ ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. ახლა მთავარია ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პროცესი წარმატებული იყოს. ხვალ ლონდონში ვიქნებით. იქ იქნება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრიც დიკ სხუფი და სხვა ევროპელი ლიდერები, რათა განვიხილოთ ეს საკითხი. რა შეუძლია ევროპას, როდესაც შეთანხმება მიიღწევა. როგორ დავარწმუნებთ, რომ ეს შეთანხმება გრძელვადიანი იქნება და რუსეთი მსგავს ნაბიჯს აღარ გადადგამს. ევროპას ეს შეუძლია. ამერიკა კი ახლა ნამდვილად იჩენს ლიდერობას. თუ ვინმე მესამე მსოფლიო ომის სცენარს ატრიალებს, მას ვლადიმერ პუტინი ჰქვია, ახლა კი დროა მზერა მოსკოვისკენ მივაპყროთ. ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა გააკეთა, ის კვლავ გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბირთვული იარაღით ჟონგლიორობს რუსეთი და სწორედ ამიტომ უკრაინას ამ პროცესში არანაირი დანაშაული არ აქვს. ემანუელ მაკრონის თქმით, ახლა ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ მთავარი აგრესორი ამ ომში არის რუსეთი და სწორედ რუსეთი შეიჭრა დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას ასევე ეხმაურებიან მსოფლიოს სხვა ლიდერებიც, მაგალითად იაპონიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრის მსგავს განვითარებას ის არ მოელოდა და გარკვეულწილად ამ ყველაფრით გაკვირვებულიც კი არის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოხდა. თუ ვინმე მესამე მსოფლიო ომის სცენარს ატრიალებს, მას ვლადიმერ პუტინი ჰქვია. მან 3 წლის წინ გაუხსნა კარი აგრესიულ ომს და სწორედ მან შემოიყვანა 10,000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ევროპის მიწაზე. ირანისგან დრონები მოიპოვა, რათა ევროპულ სივრცეში გამოეყენებინა. ამის სანაცვლოდ კი ირანის ბირთვული ამბიცია გააძლიერა. პუტინი ის ადამიანია, რომელმაც ჩინეთიც ჩაითრია, შესაძლოა მისი ნების საწინააღმდეგოდაც კი. ამგვარად, თუ ვეძებთ იმას, ვინც ბირთვული მუქარით ჟონგლიორობს და მესამე მსოფლიო ომის ჩრდილს ქმნის, მზერა მოსკოვისკენ მივაპყროთ და არა კიევისკენ. როცა ამ შეხვედრას ვუყურებდი, გულწრფელად მოვლენების მოულოდნელი განვითარება მეგონა. ჩემთვის ეს საკმაოდ ემოციურად გამოიყურებოდა. მშვიდობის მისაღწევა და თითოეულისთვის მაქსიმალური სარგებლის მისაღებად მოთმინება იქნება საჭირო. თანაგრძნობაც აუცილებელი იქნება. ევროპელი ლიდერების სამიტი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში დღეს გაიმართება. შეხვედრას დაესწრება ვოლოდიმირ ზელენსკიც. მთავარი საკითხი, რასაც დღეს ამ სამიტზე განიხილავენ, არის უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის კონტინენტზე ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება. მადლობა კურიერის პირდაპირ ეთერში ულკა ჩანგელია საუბრობდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ანჯეი დუდას თქმით, პოლონეთის ინტერესია, რომ უკრაინაში მშვიდობა დაამყარდეს და ომი იმგვარად დასრულდეს, რომ რუსეთმა ვინმეზე თავდასხმა ვეღარ შეძლოს. დუდას განცხადებით, თუ ვინმე შეუძლია ამ ომის დასრულება, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და სხვა არავინ. ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მშვიდად დაჯდეს მაგიდასთან და შეთანხმდეს გამოსავალზე, რომელიც უკრაინას უფრო უსაფრთხოს გახდეს. და ჩვენ უკრაინის მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას ომის დასაწყისიდანვე ვუჭერდით მხარს,
დაუჭერთ მას მხარს უსაფრთხო და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში, რადგან ჩვენც დიდი იმედებს ვამყარებთ ამ მშვიდობაზე. ეს არის პოლონეთის ინტერესი, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი დასრულდეს და დასრულდეს იმგვარად, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა. ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი პირადი აზრით ეს საჭიროებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოწოდება ევროკავშირს ვიქტორ ორბანი ლიდერებს მიმართავს დაიწყონ პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უარი თქვენ მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე. სააგენტო როიტერის ინფორმაციით ევროპული საბჭოს პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის შიგნით უკრაინასთან დაკავშირებით მიდგომებში სტრატეგიული სხვადასხვაობაა, რომლებიც ვერ გადაილახება. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ქვეყანას ოფიციალური ენა აქვს. პრეზიდენტმა აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა, რომლითაც ინგლისური ოფიციალური ენად გამოცხადა ფედერალურ დონეზე. ჩვენი რესპუბლიკის დაარსების დღიდან ინგლისური გამოიყენებოდა ეროვნულ ენად, ამიტომ დიდი ხანია დადგა დრო, რომ ინგლისური გამოცხადეს შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად, ნათქვამია დონალდ ტრამპის განკარგულებაში. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას საარჩევნო უბანზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაჭრილია 2 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ერთი მათგანი გაწერეს, მეორეს კი ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევა გაგრის რაიონის ქალაქ განთიადის სკოლაში მდებარე ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბანზე მოხდა. თავდამსხმელებმა დააზიანეს საარჩევნო ურნა, დოკუმენტები და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს. დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დევნის დროს თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც 2 ადამიანი დაიჭრა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის შედეგად საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა. 19:30 оттуда начни там. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუმბა აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. ტელეგრამ არხი აფსნის 360-ის ცნობით გუმბას ხმა 54,000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა, მისმა ოპონენტმა კი 41,000-ზე მეტი ხმა მიიღო. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული არჩევნების შედეგები 3 დღეში გახდება ცნობილი. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ გამართულ ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მურიგ უხეშ დარღვევას. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე ოკუპაციის ფონზე ჩატარებული ეგრეთ წოდებული არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და შესაბამისად მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს. ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი და მედიის კანონი ბრიტანული მოდელით საკანონმდებლო ინიციატივების საკომიტეტო განხილვები პარლამენტში ხვალიდან დაიწყება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციისთვის ქმედითი მექანიზმების შემუშავება აუცილებელია. ფარას ქართული ანალოგი კი ქვეყნის ინტერესებს დაიცავს. რაც შეეხება ოპოზიციას, მმართველი გუნდის ოპონენტები ინიციატივების მიღმა შემზღუდან ნორმებს ხედავენ, თუმცა ქართული ოცნება ოპონენტებს ამერიკულ და ბრიტანულ კანონმდებლობაზე მიუთითებს. მათთვის სუვერენულობაც ჩვეულებრივი ნარატივია, ანტიდასავლური და პროპაგანდისტული მიზნებით მიღებული და საბოლოო ჯამში ეს საქართველოს არ აძლიერებს და საქართველოს არ ეხმარება. ისინი მხოლოდ მოქმედებენ იმ ტიპის კანონების შემოტანით, რომელსაც არაფერი საერთო არც ამერიკულთან, არც ბრიტანულთან არ აქვს. ფარას კანონი არის იმდენად სამართლიანი, რამდენადაც არაფერს არ მოითხოვს თუ არა გამჭვირვალობას. ეს გამჭვირვალობა ეხება ფინანსებს, ფინანსურ რესურსებს, რაზედაც ასეთი ინტენსიური და საკმაოდ პრინციპული და მკაცრი ლაპარაკია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირდაპირი კოპირება გამოიწვია იმ აუცილებლობამ, რომ პროპაგანდა ძალიან მძლავრობს ოპოზიციური ფთის პროპაგანდა, რომ ეს კანონი თითქოს და მიიღება დასავლური ფონდების ან დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ეს ასე არ არის, ეს კანონი მიიღება იმისათვის, რათა საქართველოში
არ დაიშვას შავი ფულის შემოდინება, რომელიც დაუპირისპირდება საქართველოს ინტერესებს. რაც შეეხება მაუწყებლის შესახებ კანონს, სტანდარტი უნდა იყოს ისეთი, რომელიც ახასიათებს ამ დემოკრატიული სისტემის მქონე ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას. Ასაკურელი აქაც ბევრია ქვედინებები დიდი ბრიტანეთი მაკხედველობაში, მაგრამ მედიას ეს არ ეხება იმ შემთხვევაში, თუ კი ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს და რა აუცილებლობაა იმისა, რომ იყოს ზუსტი ინფორმაცია საზოგადოებისათვის მიწოდებული. დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველები, პოლიცია, სამხედროები, ერთობლივი ძალისხმევით გურიაში აქტიურად იწმინდება გზები. მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები მიეწოდება. გურიაში ნაწილობრივ აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება, გრძელდება დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაც. სამუშაოები ნამდვილად იყო და მე პირადად რო დამჭირდა 2 მცირემწლოვანი შვილი მყავს 8-10 წლის, ჩამოვედი ცენტრში, ჭიროდა რაღაცა პროდუქტი ბავშვებისთვის, დამხდენ ჯარის ბიჭები, საინურზანდები ბატონო, მეთქი ეგეთი პრობლემა მაქვს და ჩამისვა იმ ხალხმა მანქანაში, ჩამიყვანა ბოლომდე, დამელოდა, მაყიდინა რაც მინდოდა და ჩამომიყვანა უკან და რავი, მე არ ვერნური ამ ხალხს, გზაი ამ წუთას თქვენი მანქანით ხართ, ეგერ ვცხოვრობ გორაზე საცხა, გაწმენდილია. გუშინაკა ისეთი ამბავი იყო, მთელი ბრიგადები იყო, ჭიათურა გორი ჩამოსული და თვითონ ლანჩხუთი და მუნიციპალიტეტი და მერია და ხალხის მომარაგება და ყველაფერი. რთულია 2 მეტრო თოვლი მოვიდა და ვისთვისა რა რთული, ყველასთვის რთულია ეს ამბავი, მაგრამ რაც შეიძლება და ასე თუ ისე გავედით ფონს და ყველაფერი კიდე შედარებით მშვიდობიანათა. სალიკვიდაციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, წიწმინდება და სუფთავდება სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზები. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გურიის 3-ვე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ლანჩხუთში, ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა, რომელიც მოსახლეობას გადაეცემა. სურსათის დარიგების პროცესში ჩართულია როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე თავდაცვის ძალები და გადაუდებელი სამსახურები. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 80 ოჯახს, ბუნებრივი აირი კი 5 აბონენტს. გაზიფიცირება დღის ბოლომდე აღდგება. ენერგო პრო ჯორჯიას ჯგუფები კი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. 70 წლის კაცი ვარ, მე ამ ხელათოვლი ნამდვილად არ მახსოვს. რა ვიცი, იმ ხელათოვლი რომ მოვიდა, შეიკეტა გზები, ყველაფერი. და მერიამ გამოყო ყველანაირად ტრაქტორი, გზას გვიწმენდნენ, პროდუქტი შემოტანილია, ეგერ დაწყობილია და რა ვიცი, ყველანაირად გვიწყობს ხელს მერია და მადლობელი ვარ. გრძელდება აქ გზის გაწმენდის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ცენტრამდე გაწმენდილია გზები, მიმდინარეობს შიდა ცენტრალური გზების გაწმენითი სამუშაოები. ამ ეტაპისთვის დარჩენილია 80 აბონენტი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაგრძელდება ხვალ სამუშაოები, რათა ეს გამოწვევაც აღმოიფხრას. ასევე აქტიურად გრძელდება საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დარიგება, რომლის მარაგი საკმაოდ დიდია ჩვენს მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის ყველა მოთხოვნა და ყველა გამოწვევა, როგორც იქნება გზების მიმართულებით, ასევე საკვები პროდუქტების თუ მედიკამენტების მიმართულებით, თავიდან ბოლომდე იქნება ჩვენი მხრიდან დაკმაყოფილებული. უამინდობაა კახეთშიც, ნალექის და ლიპყინულის გამო ვაზიანი გომბორი თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობისა და ზამთრის საბურავების მქონე ავტომობილებისთვის. თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, პრობლემურ მონაკვეთებზე ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება გზები. ამ დროისთვის გზებზე გადაადგილება გახსნილია, უსაფრთხოების ნორმები დაცულია ყველგან, მოხსნილია ყველა შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგენილია, ისევე როგორც თელავში, ასევე ეს შეზღუდვა არ ყოფილა მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიებზე. ერთადერთი შეზღუდვა, რაც ამ დრომდე ნაჩვენდება, ეს არის გომბორის უღელტეხილზე მსუბუქი მანქანების მოძრაობა ამ დროისათვის ჯერ კიდევ აკრძალულია, შეზღუდულია, მიმდინარეობს აქ აქტიური მუშაობა. გადავინაცხოთ ვალენსიაში, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები კარლოს მაზონსა და მის მთავრობას გასული წლის ოქტომბერში სტიქიაზე არასათანადო რეაგირებაში სდებენ ბრალს. საპროტესტო აქციაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ. 29 ოქტომბერს ვალენსიის რეგიონში წყალდიდობას 224 ადამიანი ემსხვერპლა, 3 მოქალაქე კი ამ დრომდე უგზო უკლოდ დაკარგულად ითვლება.
რუმინეთის დედაქალაქში არჩევნების შედეგების გაუქმების წინააღმდეგ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებული მორიგი ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა. ბუქარესტში მთავრობის სახლთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და მხარდაჭერას უცხადებდნენ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელმაც გასული წლის ბოლოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, 22%-ით ულტრამემარჯვენე კანდიდატმა გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე 2 დღით ადრე გაუქმა. ქვეყანაში ახალი არჩევნები 4 მაისს არის ჩანიშნული. დაბრუნდეთ საქართველოში. ევროპის სამოგზაურო გამოცემების ჟურნალისტები ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. სვანეთი მედიის წარმომადგენლებს შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან მასპინძლობს. უცხოური მედიის წარმომადგენლებმა სვანეთის სამთო კურორტები დაათვალიერეს და ზამთრის ფესტივალს გიზგის დაესწრნენ. უცხოელი ჟურნალისტები სვანეთში მიმდინარე ფრირაიდის მსოფლიო ტურს აშუქებენ. In Georgia and especially here in Svaneti ძალიან შთამბეჭდავია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სრიალი უყვარს. საქართველოს შესანიშნავი ქვეყანაა თავისი ბუნებით და ღირსშესანიშნაობებით. And we're here in Georgia. ჩვენ ვეცნობით საქართველოს შესანიშნავ კულტურას, ბუნებას, გასტრონომიას. მოუთმელად ველოდებით თუ როდის გავუზიარებ ჩემს მკითხველს, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა საქართველო. სვანეთისთვის ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო შესაძლებელი სპორტის სახეობა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს განვითარების. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნეო უნივერსიტეტის ქილვილ საქართველოში გაფორმებული მემორანდუმის თანახმად ლაგოდეხში ახალგაზრდების სწავლა დაფინანსდა. მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 31 ახალგაზრდამ აკადემიის სასწავლო პროგრამა წარმატებით გაიარა. გაიმართა კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს, სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ახალგაზრდების განათლება და მათზე ზრუნვა. კახეთის რეგიონში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის და აკადემიას ქილვილის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად გადამზადდა 31 ახალგაზრდა. მათ მიიღეს ისეთი უნარჩვევები, როგორც არის ციფრული ტექნოლოგიები და სრულად პასუხობენ იმ გამოწვევებს, რომელიც დღესდღეობით არსებობს შრომის ბაზარზე. ჩვენმა 31 ახალგაზრდამ ნეო უნივერსიტეტის ქილვილის ბაზაზე გაიარა სხვადასხვა სასწავლო კურსები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება. თანამედროვე ეპოქაში აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდებისათვის შეიქმნას მდგრადი განვითარების საფუძვლები. მუნიციპალიტეტის საომავლოთაც აპირებს მსგავსი პროექტების განხორციელებას. გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი ქილვილში. ამ კურსმა მომცა იმის საშუალება, რომ მომავალი პროფესია ამერჩია, რადგან ციფრული მარკეტინგი არის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია დღევანდელ ბაზარზე და ასევე მაღალანაზღაურებადი. ამ კურსმა მომცა იმის საშუალება, რომ ამერჩია ჩვენ მომავალი პროფესია. ზვიად გამსახურდია სახელობის საპრეზიდენტო ცენტრმა ზუგდიდის მერის სტიპენდიანტებს უმასპინძლა. მიმდინარე სასწავლო წელს მერის სტიპენდია 180 სტუდენტმა მოიპოვა, სხვადასხვა მიმართულებით კი დაფინანსდა 80 ახალგაზრდა. მერია სტუდენტებს საქართველოს აკრედიტირებულ უნივერსიტეტებთან ერთად უცხოეთში აფინანსებს. 2024 წელს ახალგაზრდული მიმართულებით მუნიციპალიტეტმა 2 მილიონ ლარამდე დახარჯა. ახალგაზრდობის ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. განათლებული ახალგაზრდობა არის ქვეყნის და ამ რეგიონის მომავალი. მერიას 104 სტიპენდიანტი ყავს. ამ სტუდენტებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ ვაფინანსებთ. მათი ხელშეწყობა კი კიდევ უფრო გაიზრდება. მათ მიენიჭათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია. მათ მინდა მადლობა გადაუხადო ამ შრომისთვის, ამ აკადემიური მოსწრებისთვის და ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ახალგაზრდული და განათლების მიმართულებებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, საომავლო გეგმებზე. მიხარია, რომ მუნიციპალიტეტები და განსაკუთრებით ჩვენი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ეხმარება ახალგაზრდებს და ახალისებს იმისთვის, რომ მათ უკეთესი განათლება მიიღონ. მიხარია, რომ დღეს მზარდი ტენდენცია გვაქვს და აი ამდენი ახალგაზრდა არის ჩემთან ერთად.
სპორტის მინისტრმა საქართველოს მშვილდოსან ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა. მინისტრმა სპორტსმენებს ხარდაჭერა აღუთქვა და მომავალ ასპარეზობაში გამარჯვებები უსურა. თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 18 მეტრზე დარბაზში 21 წლამდელთა კატეგორიაში საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს ნაკრების მიერ კონტინენტობის პირველობაზე მოპოვებული პირველი მედალია. მინდა მიულოცო ჩვენ ახალგაზრდა მშვიდოსნებს ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი. ეს არის მართლა კარგი შედეგი. ჩვენ ყოველთვის ყავდა წარმატებული კარგი მშვიდოსნები და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი ახალგაზრდა მშვიდოსნები, რომლებმაც ამ ევროპის ჩემპიონატზე ასეთი კარგი შედეგი და ისტორიული შედეგით გვასახელეს, მომავალში უფრო კარგი შედეგი დაუბრუნდებიან საქართველოს და გაახარებენ ქართულ გულშემატკივარს. ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქალთა ნაკრებმა მესამე ადგილი მოიპოვეთ. საკმაოდ ძლიერი კონკურენცია იყო, თუმცა მაინც შევწელით ამ ისტორიული წარმატების მიღწევა. მადლობა ფედერაციას და სამინისტროს ხარდაჭერისთვის. ეს გოგონები ძალიან ახალგაზრდები არიან. მე ვარაუდობ, რომ შეიძლება ერთი ან ორი მათგანი ოლიმპიადაზეც კი მოხდეს მომავალში. ამისათვის ყავს საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელები, კონკურენციაც საკმაოდ მაღალია. კურიერი პირდაპირ ეთერში 3 საათზე დაბრუნდება. დღის ყველა სიახლეს გაიცანით რუსთავი ვერიჩის ეთროებით.